ქობულეთში 23 ნოემბერს გახსნილ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის საქმიანობის წარმოებისთვის საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ნებართვა არ გააჩნია. ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქველმოქმედო ფონდმა სოციალური პარტნიორობა კარგად იცოდა სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და გადაწყვეტილება პანსიონის გახსნის თაობაზე სააგენტოს გვერდისავლით არ უნდა მიიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ოჯახებიდან ბავშვების გამოყვანას. მარი წერეთელი ამბობს, რომ საქართველოში დიდი ზომის ბავშვთა სახლები უკვე 7 წელია. მცირე საოჯახო ტიპის სახლებმა ჩაანაცვლა და სკოლა-პანსიონების გახსნა, რომელიც 50 ბავშვის 24 საათიან თანაცხოვრებას გულისხმობს, მიუღებელია. რა პოზიცია აქვს სოციალურ სააგენტოს აჭარაში მუსლიმანური და მართლმადიდებლური პანსიონების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით? მთავარ გამოშვებაში კი ამბობთ. გვჭირდება ჩვენ ოჯახების გაძლიერება და ოჯახის გაძლიერება არ ნიშნავს ოჯახებიდან ბავშვების გამოყვანა. ეს უბრალოდ გაუგებარია. ორგანიზაცია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა გაიაროს ლიცენზირება, რა არის ლიცენზირების და ბავშვთა ზრუნვის სტანდარტები. რატომ გადაწყვიტა მან სააგენტოს გვერდისავლით აღნიშნული დაწესებულების გახსნა ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. თუმცა კი რამდენადაც ვიცი, სკოლა-პანსიონის გახსნის შესახებ აღნიშნულ ორგანიზაციას არც განათლების სამინისტროსთან არ ჰქონდა რაიმე ურთი კონსულტაცია გავლილი.